ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის ანდროს სიმაშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თელავის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები თბილისიდან და კახეთიდან. მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი ანდროს სიმაშვილი 1923 წელს სოფელ ართანაში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი ახალგაზრდებს ძველ მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს დღემდე ასწავლის და ამასთან ერთად ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობს. მისი აღზრდილები კი საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ სახელოვნებო სფეროში. საღამო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფოლკლორის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. ბატონ ანდროს შემოქმედებას მიიღო პატივი თელავმა კულტურულმა საზოგადოებამ, ესაც ქართული ფოლკლორი ძვირფასებისთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კულტურის სამინისტრომ აქვს ესეთი ჯილდო ხელოვნების ფორუმი 8 მოსწავლე მოღვაწეებისთვის და მე დამევალა რომ ეს ბატონ ანდროს დიდი პატივისცემით გადავცეს ჯილდო. საბჭოელობა მართლა ძალიან დიდია. ეს იყო სიყვარულის საღამო, როგორც თავიდან თქვი, კონცერტის მსვლელობისას და რომელშიც ჩვენს პატარა წვლილი მიგვიძღვის ამის ინიციირებაში, რომელიც კულტურის სამინისტრო მხარე დაგვიჭირა და სამწუხაროდ ესეთი ადამიანები, როგორც ანდროს სიმაშვილია, ჩვენ ბევრი არ ყავს საქართველოში და რამდენიც ყავს, იმის განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ. ეს ვარაჩვეულებრივი საღამო ბევრი ანსამბლი ჩამოვიდა და მიესალმა მას. ვინაიდან ბატონმა ანდრომ დაიმსახურა ხალხის სიყვარული და დაიმსახურა იმ დონეზე, რომ მისი შემოქმედება გახდება საუკუნეო. ანდრომ აღზარდა მრავალი თაობები მომღერლებისა. მარტო ის ადგილს, რომ იგი ევროპაში ჩავიდა და ფრანგებს, გერმანელებს, შვეიცარიელებს შეასწავლა კახური სიმღერები და დღეს მისი სიმღერით ეს ანსამბლები დადიან სხვადასხვა ქვეყნებში და ასმენილებენ კახურ სიმღერებს. დღეს ზეიმია თელავში. და ამ ზეიმის მოთავე და მიზეზი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიზეზი არის ჩვენი საყვარელი კაცი ანდრო პაპა, რომელსაც თავისი მთელი ცხოვრება შეალია ქართული ხალხური სიმღერის მოვლა-პატრონობას. შესანიშნავი შემსრულებელი, შესანიშნავი ადამიანი და ახალგაზრდულად გამოიყურება 93 წლის კაცი. მეტი რა უნდა ქნას. უსურვოთ მას ჯანმრთელობა, ბედნიერება, სწავლა და კლავაც ბევრი ახალგაზრდები დაეზარდოს, ბევრი ხალხს დაძვილი კიდეც.